ანუ ისეთ მდგომარეობაში არ არის როგორიც ჩანს. ურალი დღითიდღე უარესად არის. ფიქრობს რომ ჯერ კიდევ ჰაზალზეა დაქორწინებული, ხან ჰაზალს ამბობს, ხან ნასეს, თითქოს იწვის. ამის თქმა მინდა. ასეთ მდგომარეობაში თუ იმუშაოს, შეიძლება უზარმაზარი ზარალი მოგვაყენოს. ბატონო სინან, ვიცი რაც ხდება. ეს საკმარისი არ არის. ახლა ვერამე უნდა ვიღონოთ. მე შინია რომ საკუთარ თავსაც და ჩვენ ზიანს მოგვაყენებს, გესმის? ჯერ კიდევ იღებს გადაწყვეტილებას კომპანიაში. იცოდე რომ მისი გადაწყვეტილებები არალოგიკურია. ბატონო სინან, ასეთ სიტუაციაში ყველაზე სწორი და ზუსტი გადაწყვეტილება იქნება თუ ბატონ ვურალს ხელმოწერის და გადაწყვეტილების მიღების უფლებას ავართმევთ. ასეა, მაგრამ ამას თავის სურვილით არ იზამს. ეს უფრო საშიშია. ბატონი ვურალი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავის მიზანს მიაღწიოს. ტყუილის ჩათვლით. ინებეთ. მადლობა, ებრო. რა თქმა უნდა, ამის გამო ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბატონი ვურალი თუ გაიგებს, რომ მისი მოშორება გვინდა, ქვაზე არ დატოვებს. როგორც იცი, დედაჩემს ყველაზე მეტად არ უნდოდა ვურალი ცუდად ყოფილიყო. ო, მაგრამ ბატონო სინან, კომპანიის მოგებისთვის და თქვენი მომავლისთვის ვინმე უნდა იმოქმედოს და ეს თქვენ ხართ. ნამდვილად. მართალი ხართ. ო, ძამიკო. ისმინე, მე სასტუმროებში თავს უხერხულად ვგრძნობ. მოდი, სახლს გიქირავებ. არა ძმაო, დამიჯერე, ძალიან კომფორტულად ვარ. მით უმეტეს სასტუმრო საავადმყოფოსთან ახლოს არის. საჭიროების შემთხვევაში 6 წამში იქ ვიქნები. კარგი, თუ ასე ამბობ. შენი ძმა როგორ არის? კარგად არის ყველაფერი? ძმას ნუ იკითხავ. რომ ვნახე, გული გამიჩერდა. დრო ყველაფერს გურნავს. დროთა განმავლობაში შენ შეეშვები და შენი ძმაც. რას აღარ შეეგუეთ დროთა განმავლობაში? სიმართლეს ამბობ ძმაო. სხვათა შორის კენან, მინდა რაღაც განვიხილო შენთან ერთად. მისმინე, ყველაფერზე ვიფიქრე. დავწონე, დროა ვიმოქმედოთ. კომპანიით უფრო აქტიურად უნდა ვმართოთ, ვიდრე დემიროღლუ. ვინც ის რა მიზანს მისდევენ ეს ძმები? ასეა, მართალი ხარ, სწორს იძახი. და საერთოდ როგორც ჩანს, ვურალი ცუდ მდგომარეობაშია. რატო, რა მოხდა? არ ვიცი ძმაო, ერთმანეთს რომ შევხვდით, რაღაც სისულელეებს რო შევდა. ძამიკო, როდის იყო მის სიტყვებს აზრი ჰქონდა? არა ძმაო, მართლა უცნაურად იყო. თქვა რომ ჰაზალთან ბედნიერია და ის რომ მისი შვილების დედა გახდება. ანუ ვერ ხვდება რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ესე იგი ჯგუიდან შეიშალა. ჯერ გავიგონ ასის რა შეემთხვა. მერე კი რაც უნდა ის უკნია, ჩემთვის სულ ერთია. გამარჯობა მეგობარო. ქალბატონ მელახტას ვეძებ. მელახტ თოფჩუ, ის რომ მას. ბატონი რიფატის და არის, მითხრეს რომ აქ ცხოვრობს. ჩვენი მელოში. ვიცნობ, მაგრამ რისთვის ეძებ მას? რაღაც საქმე მაქვს მასთან. კარგის მომტანია? მელოს ეძებს. იმედი მაქვს კარგი ამბისთვის, ვინც ეძებს, ის პოულობს ძმაო. იქ მარცხნივ შეუხვია, ყვითელი სახლის მერეს. სანაპიროს მხარეს მისი სახლია. მადლობა. მიდი, ადნან, წადი ძვირფასო. დარჩებოდი ცოტა ხანი. ადნან, ყველაფერი კარგი, სწრაფად მთავრდება. შენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. ასე ნუ იქცევი მელოში. ისედაც ცოტას გნახულობ. ესე იგი, ეს შენი ბედია, ადნან. ახლა რაღაც კარგი თქვი? კარგი. შვენიერი რაღაცა თქვი, უბრალოდ შენ ვერ გაიგე. ნუ აგრძელებ, წადი უკვე. მისმინე, საღამოს პორტოხლის წვენს მოგიტან. რა პატივია, მართლა? ასე ნუ იქცევი მელოში. არ მაწყენინო. ღმერთო, გაძლება მომეცი. ქალბატონო მელახათ? დიახ, მე ვარ. ჩემი ინგლისური უმაღლეს დონეზეა. მელახათ თოფჩუ. თქვენ ბრძანდებით? ხო, სულელი ხარ? ხომ გითხარი რომ მე ვარ?
ბატონი აზიზისგან ვარ. მერე? აზიზ ტოპრაკი. მან ბატონი რიფატი გაიცნო ციხეში. ჩემი ძმა ხო? ძამიკო ადნან, მადლობა. ძალიან დამეხმარე. მშობლები მომიკითხე. მადლობა. გთხოვთ, მობრძანდით. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. სული მშვიდად არ მაქვს ჰალილზე რომ ვფიქრობ. დედა. ჩემი აზრით მამას ადვოკატები დააჩქარებენ მოვლენებს, რაც შეიძლება სწრაფად მინდა განქორწინება. სანამ მისი ცოლი ვარ, ვერ ვეგუები აზიზთან ერთად ერთ სახლში ცხოვრებას. თავს რატომ იდანაშაულებ? ყველამ ვიცით, რომ შენი ბრალი არაფერში არ არის. იყოს. არასწორია. ანუ რაღაცნაირად ვარ შვილო. და აზიზიც არ იმსახურებს ამას. როგორც ჩანს, სწრაფ და იოლ განქორწინებას არ თანხმდება. იმაზე ფიქრიც არ მინდა რა გადავიტანეთ მის გამო. მესმის შვილო, მესმის. მაგრამ ფიქრობ და გამოსავალს ვერ პოულობ. მინდა პირისპირ დაველაპარაკო, მაგრამ როგორც ჩანს უსარგებლოა. განქორწინდებით. ადრე თუ გვიან ეს მოხდება, მაგრამ რა პირობებით? იმედი მაქვს აზის უბედურებას არ მოუტანს. ძმებო, გევედრებით. სიკეთე გააკეთეთ. ცოტა დრო მომეცით. გული თუ არ ქონდა, რატომ თამაშობდი? შეცდომა დაუშვი. გევედრებით, შემიცოდეთ. ღმერთს ფეცა ვარ, ფულს დაგიბრუნებთ. ცოტა დრო მომეცით. მორალზე ნუ მელაპარაკები. გამოდის რომ ჭკუა ვერ ისწავლე, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილამდე გცემეთ. მისმინე, გეფიცები ფულს დაგიბრუნებთ. დაგიბრუნებთ თუ არა და ახლავე ჩავარდე მიწაში. კარგი, 2 დღე გაქვს. ამ ჯერზეც თუ არ მოიტან, ყველა ძვალს მოხტეხ და ზაღლებს ვაჭმევთ შენს თავს. კარგი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ღმერთმა ქნას ყველა თქვენს მიზანს მიაღწიოთ. გაჩუმდი. ახლავე წადი და ფული იშოვე. ათლა დაიწყო. გაეთრიე. ბატონი სინანი შეხვედრაზეა. მე რა ვქნა შეხვედრაზე თუ არის, გზიდან გამეცალე. ჯერ შევატყობინებ. გუშინ ხომ გაჩვენე რაც იქნება გზაზე თუ გადამეღობები. ვინ ხარ რომ მითითებ? მისმინე, მოკლავ. მე არ თქვა რომ არ გაგაფრთხილე. რა ხდება? ამ ეშმაკს აქ აღარ ნახავ. არაფერი არ გამიკეთებია, თავს დამესხა. კიდევ ლაპარაკობს. გონს მოდი, კაცს ესე არ შეეფერება. მისმინე, აქ ჩემს კომპანიაში ნუ მითითებ, ეს შენი პორტი არ არის, ყველას გაგანადგურებთ. კარგი, დამშვიდი შვილო. შენ კიდევ შენს კაბინეტში შედი. ეს ჩემი კომპანია, აქ ჩემი სიტყვა კანონია. შენ კიდევ ყოჩაღას რომ მიცავ ამ ფულზე მონადირეს. ახლავე გააგდე, ჭკუა ისწავლე. გაიგე თუ არა? უბრალ დამშვიდი გთხოვ. ისე მომეცები როგორც ავადმყოფს. შეშლილი არ ვარ. ვერ ხვდები რომ მხოლოდ ძინავს და ფულს ხედავს. ახლა აღარ გჭირდება, გააგდე. აქედან წავა, გაიგე? კარგი, გავიგე უბრალ. ებრო. წამოდი. ჩვენი წასვლის დროს არის. წადით, რა თქმა უნდა, წადით, შოუ დასრულდა. თეატრი აღარ არის. ებრო, კარგი დამშვიდდი. ხო, არ ინერვიულო. სინან ვერ დაინახე როგორ მელაპარაკებოდა. ებრო. რა ვუთხარი ისეთი? უბრალოდ ვუთხარი რომ შეხვედრაზე ხარ. ეს ჩემი მოვალეობაა, ხომ ასეა? არიცი, ურალი გონზე არ არის, ამაზე ნუ იფიქრებ. ის რატომ მართავს კომპანიას, როცა შენაირი არსებობს, ვერ ხვდები სინან? ვერ ხვდები. ჯერ შენ თავს შეხედე, მერე მას შეხედე. შენ იმსახურებ ამ კომპანიის მართვას და არა ის. ასე უმოქმედოდ როგორ ზიხარ? ასე როგორ შეგიძლია? ყველაფერს თავისი დრო აქვს, დამიჯერე. ასე შენზე ვღელავ, ჩემს თავზე კი არა. არწმუნებული იყავი იმაში, რომ მალე ზომებს მივიღებ. სხვა კერძსაც მოგიტანთ, რომელიც ჩემი რეცეპტით არის გაკეთებული. იმედი მაქვს მოგეწონებათ.
ჩემო გოგონა, ნათელი თვალებით გონს მოვიდა. მართლაც, როგორც იქნა ჩემი შვილი იღიმის. კარგი იქნებოდა ქენანთან ერთად რომ იყოს. ვიცი. მათ ჯერ კიდევ ძალიან უყვართ ერთმანეთი. ბრმა უნდა იყო ეს რომ ვერ შეამჩნიო. მათი ერთად ყოფნა თითქმის შეუძლებელია. ქენანი ხომ დაქორწინებულია, ირმაკის საბრალო გოგო ავადმყოფობას ებრძვის. ასეა ბედი დაწერილი, რომ ქენანმა და ჰაზალმა ერთად ყოფნა ვერ შეძლო. ხო. მელეკ. მინდა რაღაც გითხრა, მაგრამ ვერ ვახერხებ თქმას. დეიდა თუ ღმერთი გწამს ისეთი არაფერი თქვა, რაც ხასიათს გაგვიფუჭებს. არა საყვარელო, ცულზე ნოვფიქრობ. ჩემს სახლში ხომ არ დავბრუნდე? ეს რატომ გადაწყვიტე? გაწყენინეთ? არა, შვილო, არა. არ მაწყენინეთ. არ ვიცი უკვე კარგად მოეწყვეთ. თქვენთან რა გავაკეთო? არა, დეიდა. ის სახლი დაივიწყე, არ გაგიშვებ. გთხოვ, მეორედ ეს არ მითხრა, კარგი? აზიზმა არ უნდა გაიგოს, რაც ვთქვით, რომ გაბრაზდება, გაფრთხილებ. წამოდი. ბატონო უმით, გამარჯობა, სინან დემიროღლუ ვარ, ბურალის ძმა. გამარჯობა ბატონო სინან, როგორ ხარ? იმედი მაქვს ყველაფერი კარგად არის. სამწუხაროდ ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი კარგად არის. არის რაღაც პრობლემა, რომელიც ჩემს ძმას ეხება. ძალიან წუხარ, წამლებს არ იღებს, გარდა ამისა, საერთოდ უკონტროლო გახდა. ძალიან აგრესიულია, რეალურს და წარმოსახულს ვერ არჩევს. დღე უფრო რთულია მისი დამშვიდება. ბატონო სინან, მსგავსი რამე ხდება ჩვეულებრივ სიტუაციებში. ანუ რა უნდა გავაკეთოთ? გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. კარგი იქნება თუ თქვენს ძმას ახლა ვევნახავ. ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდები. კაფეს? იპოვე გოგონა? ვიპოვე ოსტატო, ვიპოვე. რომელი გოგონა ძმაო? გამავიწდა შენთვის რომ მომეყოლა. ციხეში რომ იმყოფებოდი ერთმა ბიჭმა სიცოცხლე გადამირჩინა. რიფატი ქვია. როგორც აღმოჩნდა მას დაჰყავს ძალიან წყნარი და მოგრძალებული. იმ ბიჭს დაუპირდი რომ როცა თავისუფლებაზე გავიდოდი მის დას მოუვლიდი. კარგად მოგწეულ ხარ ძმაო. რა სიტყვი კაფეს? აღზრდილი და კარგი გოგოა რა? კარგია ოსტატო, კარგი აღზრდილია. მობრძანდით, რასაც ამონო სიურპრიზია, გაგეფრთხილებინეთ მაინც. გამარჯობა შვილო. მოგშვიდ და ვიფიქრეთ რომ ჩვენს რესტორანში წავალთ და შევჭამთქო. ხომ ასეა შვილო? ასეა ძმაო. შენც მობრძანდი ქენა. მადლობა. გთხოვთ. კარგი. ჩვენი საპატიო სტუმრები მოვიდნენ, მობრძანდით. მადლობა. დროულად მოხვედით, მოასწარით, სანამ ყველაფერი დამთავრდებოდა. დღეს ყველაფერი უგემრიელესი მოვამზადეთ. მელეკ, შენი ხელებიდან შხამის გემრიელია. დაბრძანდით, საჭმელს მოგიტანთ, დაგეხმარებით თუ გინდა. საჭირო არ არის, ზედიკო, გავუმკლავდები. კარგი, წამოდი. მელეკ, ჩვენი შვილი შრომის მოყარე აღმოჩნდა. დედას გავს. ყოველთვის ასეთი იყო. ეს ზედა ძალიან გიხდება. მადლობა. თვალის ფერს ხაზს უსვამს. ინებეთ. რამდენი რამე მოგიმზადებიათ? ტოლმაც აქ არის. ბევრი მოვიტანე, რადგან ძალიან გიყვარს. გიждები, იოგურტი არის? რა თქმა უნდა, ახლა მოვიტან. გემრიელად მიირთვით. დავიწყოთ. მადლობა. ყველაფრისთვის მადლობა. ყველაფერი გავარკვი ეგენჯერ. რაზე ბატონო ვურა? დეფნე და სინანი გაერთიანდნენ და ჩემთვის ხაფანგს ამზადებენ. დეფნე რომ ცდილობდა ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას, ეს წყვილის გეგმა იყო. ანუ როგორ? სინანს თავში იმდენი გეგმა აქვს, ფარულ შეხვედრებს ატარებს, რომ გამაბრაზოს იმისთვის. ებრუს აგზავნის ჩემთან, მაგრამ სულელს გავარ. შეხედე აქ რა წერია. სულელი არ ვარ, ყველაფერი ვიცი. ბატონო ვურალ, დარწმუნებული ხართ, რა თქმა უნდა. რა გეგმა აქვს სინანს? დედისგან დარჩენილი მთლიანი მემკვიდრეობა რომ წაიღოს, ამის გაკეთებას როგორ შეძლებს? ბატონო ვურალ, რა? ეს კუდიანი დეფნეს გეგმა ისაძლევს მას. ყველაფერში ეხმარება, სინანი მზად არის ყველაფერი შეასრულოს, რასაც ეთქვის. მართალი არ ვარ?
შესანიშნავი იყო ყავის დალევა ჭამის მერე, ხომ ასეა? შენ ოფისში წადი, მე საქმეები მაქვს, როგორც კი დავამთავრებ, მოვალ, კარგი ძვირფასო. შეგერგო შვილო, ჭამე არა? აქ რა საკეთებ? მამა შენი ვარ, როგორ მელაპარაკები? რას ამბობ? ახლა გაგახსენდა მამა ჩემი რომ ხარ. რაზე ფიქრობდი, როცა მცემდი? მისმინე შვილო, მამებს სიყვარულით შეუძლიათ და ცემაც. ასე ნუ ამბობ, მოწყინს გეფიცები. კარგი, რა გინდა მითხარი, საქმეები მაქვს. შვილო, ვალები მაქვს, დამეხმარე. გეფიცები დამჭრიან თუ არ გადავიხდი. მამა, ფული მაქვს? რა ვალები გაქვს? საჭირო არ არის, არ მითხრა. ითამაშე? კარგი, შეცდომა დავუშვი. ფულს ვერ იშოვი, სხვაგან არსად მაქვს წასასვლელი. ერთ ლირასაც ვერ ვიშოვი, მამა. აზიზთან რატომ არ წახვედი, ჩემთან რომ მოდიხარ? აზიზმა რატომ უნდა მომცეს ფული ებრუ? მელექს ხომ უნდა განქორწინება? განქორწინება თუ უნდა, ამას ფასი აქვს, ხომ ასია, მამა? აზიზ შენს ვალზე 5 ჯერ მეტი სთხოვე. ბევრი ფული აქვს, გადაგიხადოს. სწორს ამბობ. რა თქმა უნდა გადაიხდეს. გამოვართმევ. ადვილი მუშაობა, წარმატებები. ყოველთვის გაგვიკეთეთ ასეთი სიურპრიზები. კენან თუ გავიგებ რომ სხვა რესტორანში ვახშმობ, მეწყინება. გარდა ამისა, დღეს ვახშამზე გელოდებით, კარგი? ვეცდები მოვიდე. ვერ დაგკვირდები, ვნახოთ. შვილო, ვნახოთ კი არა, მოდი. თანაც მარტო არ დარჩები. კარგი, მაშინ მიშვილეთ. საჭირო არ არის, ისედაც ჩვენი შვილი ხარ. მისმინე. დედა მელექის გაბრაზება არ გაბედო. ყველაფრისთვის მადლობა. რისთვის? იმისთვის, რომ ჩემს რთულ მარტოსულ დღეებში ოჯახში მიმიღეთ. რა სიტყვებია? ისედაც ამ ოჯახის წევრი ხარ, შვილო. ფერს ნუ ვლაპარაკობ. წამოდი, წამოდი. წავედით. წარმატებები, მეგობრებო. აბა, აქ რა ხდება? ახალ ინვესტიციებზე ვმუშაობთ. მეც დაგიჯერე. თუ ცოლ-ქმარი ასეთი მეშვეობით აპირებთ, რომ კომპანია წამართვათ? ვურალ, რას ამბობ? შენ არ გელაპარაკები, ჩუმად იყავი, დებილი არ გეგონო. გონი არ ვიცი რაზე ნადირობთ. ვურალ, რას ლაპარაკობ? რას იგონებ ისევ? ვურალ. არ გითხარი, გაჩვენდი მეთქი. იმას ნუ უყურებ საქმეებით რომ არ ვარ დაკავებული. ორი სიტყვის თქმა არის საჭირო იმისთვის, რომ გავიგო ამ კომპანიაში რა ხდება. კენანი ძალიან ჩაფიქრებული იყო, არა? მეც ასე მომეჩვენა. ამ ბავშვს სულაც არ დაუმსახურებია ის, რაც შეემთხვა. ისევ დაიწყეთ დედაშვილმა. მიდით, ყველამ თქვენ საქმეს მიხედეთ. გებიცები, სახლშიც ბევრი სამუშაოა. დღეს ძალიან დავიღალე. არი ნერვიულო, დეიდა, შენთვის კარგი ამბავი მაქვს. კარგი არა მე? და აინურთან სახლში ახალი, ახალგაზრდა დამხმარე მოვა. დამხმარე? ვინ? გახსოვს იმ კაცზე რომ ვამბობდით, რომელმაც მამა გადაარჩინა. მას დაჰყავს. მამა კი დაჰპირდა მას, ამიერიდან ჩვენთან ერთად იცხოვრებდა, მუშაობაში დაგვეხმარება. კარგი. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. უკეთესობისკენ. ასე გადავწყვიტე. კარგია, ოსტატო. გისმენთ, ბატონო აზიზ. ალილ, რა გინდა? უნდა ვილაპარაკოთ. გისმენ. სატელეფონო საუბარი არ არის, უნდა შევხვდეთ. კარგი, კომპანიაში ვარ, მოდი გელოდები. კარგი, მოვალ. რამე ხდება, ოსტატო? ალილს უნდა ჩემთან ლაპარაკი. მერთო ჩემო. ცვლილებები არის მის მდგომარეობაში ექიმო. როგორც უკვე გითხარით, რთული მდგომარეობაა. დამაკმაყოფილებელ დინამიკას ვერ ხედავ, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.
ანუ ამდენი დანიშნულება არაფერს შრება. წუხარ ბატონო კენან. ასეთი მდგომარეობა თუ გაგრძელდა, შეიძლება მრავალჯერადი ორგანოების უკმარისობა წარმოიქმნას. უმოქმედოდ რას უნდა ველოდოთ? შენ აქ რას აკეთებ? თუ სთავაზობ, რომ ირმაკის ცხოვრება შეწყვეტონ. ეს როგორ შეიძლება, ბატონო, როგორ ბედავთ? ამ ადამიანს ნუ იცავ, ექიმო, შენ არ იცი, როგორი ეშმაკია. სისულელეებს ნუ ამბობ, გესმის? ჩემი აზრით, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ამაღლებელ სერიალს უყურებ. გითოლთვალე, ბარ დაგავიწყდეს. შენ მეშინდა, ძალიან. მიდი, მითოლთვალე. ბატონო ექიმო, შეიძლება პირისპირ დაგელაპარაკოთ ჩემი დის მდგომარეობის შესახებ. შემოდი. ბატონი ჰალილი მოვიდა. კარგი, დაბატიჟე შვილო. შემოდი ბატონო ჰალილი. გისმენ? ვიფიქრე ბატონო აზიზ და ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. მოყევი აბა შენი გადაწყვეტილების შესახებ. ჩემი ცოლი ამიერიდან შენთან ცხოვრობს. ისეთი ადამიანი არ ვარ, რომელიც ამას შეეგუება. მით უმეტეს არ მინდა იჭორავო ქალზე, რომელიც ჩემი ცოლი იყო წლების განმავლობაში. კარგი? სიამოვნებს იმის ნახვა, რომ დაჭკვიანდი. ამიტომაც თანახმავარ მელეკთან განქორწინებაზე. მაგრამ ერთი პირობა მაქვს. მითხარი. 500,000 ლირას მომცემ. ბატონო ჰალილი, ეს იყო შენი პრობლემა. პირდაპირ რატომ არ საუბრობ? რას პასუხობ? თანახმა ხარ? ხვალ ფული შენს ანგარიშზე იქნება. მაგრამ ფულს რომ მიიღებ, იმის მერე აღარასდროს აღარ უნდა დამენახო. არ ინერვიულო, ჩემს სახელსაც ვერ გაიგე. დამეჯერა მხოლოდ ეს მინდა. მაგრამ ჩემს ადვოკატს განკარგულებას მივცემ იმისთვის, რომ ბოლო მომენტში შენს სიცრუეს არ წავაწყდე. მივცემ, ეს ადვილია. წარმატებები. მამა. რა ქენი? ელაპარაკე აზის. შვილო, იღბალი ჩემს მხარეს არის. ყველაფერზე დათანხმდა, რაც უთხარი. გამეორებას არ დამჭირდა. რას ამბობ? რამდენი ფულის თხოვე? 500,000 ლირა. 500,000 ლირა? და შენ რა გეგონა შვილო? ხომ არ დაგავიწყდება შვილი, რომელმაც ეს აზრი მოგაწოდა? შვილო, მოიცადე. ჯერ ვალს მოვიშორებ და მერე ვნახოთ. მამა, ხომ არ დაგავიწყდები? ებრო ხომ გითხარი, ვნახოთ მეთქი. კარგი, მოგვიანებით შეგეხმიანები. რა გინდა ჰალილ? რა? ჰალილ, სერიოზულად ამბობ? კარგი. კარგი. რა მოხდა? რა გითხრა? განქორწინებაზე თანახმაა. რა? ვერ ვიჯერებ, ყველაფერი დამთავრდა. თავისუფალი ვიქნები. მოვიშორე. დედა, მართლა ბოლო მოეღო ამას. რა მოხდა ისეთი, რომ ეს კაცი 180 გრადუსით შეიცვალა? მელეკ, რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდა? თავარია მოიშორებ შვილო. საქმე ჰალილს რომ ეხება, ეს სიკეთის მომტანი არ არის. კარგი. მამას დაურეკე. არა, ოფისში წამიყვანე შვილო. იქ აპირებდა წასვლას. შევატყობინებ ამ ამბავს. კარგი, წაგიყვან. მადლობა ღმერთს. გაავალე ჰალილს რომ მოთვალთვალოს ვინმემ. ეს საქმე უნდა გავაკონტროლოთ. კარგი ოსტატო. პრობლემები რომ არ შეგვექნას, სანამ განქორწინება მოხდება. არ ინერვიულოთ, ამ საქმეს მივხედავ. კარგი. ოსტატო. მითხარი. ის გოგო მელახატი. რა ჭირს მელახატს? ოსტატო. გარწმუნებული ხარ მისი სახლში წამოყვანა რომ გინდა. საიდან ეს ლაპარაკი? რა იყო, რა მოხდა? არა, არაფერი არ მომხდარა.
თუ არ მომხდარა მაშინ რა იყო? მით უმეტეს რიფაც დავპირდი. გოგონა საღამოს სახლში მოიყვანე. ო, ასეა. რა შურჩულებ შულა? კარგი ოსტატო, არაფერი. შენეთ ნახე. ელს არ შეგიშლე. მერტით. წარმატებები. მადლობა. ეს რა არის? საკონდიტროში შევედი და ეს გიყიდე. იქნებ ტკბილმა ცოტა ხასიათზე მოგიყვანოს. დიდებული ხარებრო. მანებიურებ. მე უნდა განებიურებდე. სხვათა შორის, დღეს საღამოს ვახშამზე მინდოდა დამეპატიჟებინე. თუ გინდა შეგვიძლია იმ სასტუმროში წავიდეთ, რომელშიც ვიყავით. სინან. ეს უკვე გითხარი ადრე, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია დაქორწინებულ კაცს სასტუმროში ვხვდებოდე. მესმის რომ არ მოგწონს ეს სიტუაცია. მაგრამ უარს ვერ გეტყვი. ამიტომაც არას ვერ გეტყვი. ჩემო ძვირფასო. მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. პირდები. ცოტა ხანი მოითმინე ჩემთვის. შენთვის სიყვარულო. მობრძანდი ჩემო ცხოვრება. რა სასიამოვნო სიურპრიზია. შენთვის შესანიშნავი ამბავი მაქვს. კარგი ამბავია, ღმერთ მიხმას. ჰალილმა დამირეკა განქორწინდეთ ომითხრა. შეგიძლია დაიჯერო. ალბათ თქვა დაეცა. ძალიან გამიხარდა. აზიზ. არ გაგიხარდა? გამიხარდა. როგორ არ უნდა გამიხარდეს? მაშინ რატომ არ გაგიკვირდა? შოკში ვიყავი, ასე უეცრად რომ გავიგე. მერტ მაგნას ჰალილს არაფერი ჰქონდა ჩაფიქრებული. რა უნდა ჩაიფიქროს? არ ვიცი, ასე უეცრად დაბრუნდა. ამას დაბრუნება არ ქვია ჩემო მელეკ. ამას ქვია სწორ გზაზე დაბრუნდა. იხვდა რომ ვერ დაგვაშორებს და თავის გზით გადაწყვიტა წასვლა. იმედი მაქვს ასეა. შეხედა, ახლა ჩვენ შორის დაბრკოლება არ არის. როგორც იქნა, თეთრ საქორწილო კაბას ჩაეცვამ, რომელსაც დაგპირდი. დიდი ხანი ელოდებოდი არა. შენს გამო ლოდინიც კი შესანიშნავია. საღამოს არ დაგაგვიანდეს, კარგი? შენთან ერთად ერთ ოჯახში ყოფნა მშვენიერია. მელეკ, იმაზე მშვენიერია, ვიდრე ვფიქრობდი. კარტი აიღე, შენ საქმეს მიხედე. პატივს არ სცემს შენს ძმა ჰალილს. რა მოხდა? მალე ნახავთ რაც იქნება. ძალიან მდიდარი ვიქნები, ძალიან. ეს ჩემი ბოლო დღეებია აქ. აწი ვეღარ მიპოვით. სერიალს არ მოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებულია აჭარა ნეთქომის მიერ. სად არიან? შვილო დაურეგე, გაიგე სად არიან. მალე მოვლენ, არი ნერვიულო დედა. კენენმა დამირეკა, იცი? კითხა რამე ხომ არ ვიყიდაო, ძალიან ყურადღებიანია. ხომ იცი რომ მას ყველაფერი ესმის. ჰაზალ. შვილო. კენანის ნახვა. ცუდად არ გხდის? არა დედა. თავიდან ძალიან რთული იყო. გული მტკიოდა, როცა მას ხედავდი. ის ჩემი ერთადერთი სიყვარულია.
ანუ ჩემს გულში ის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. შეიძლება ახლა ბედნიერები ვიქნებოდით, რომ არა ის, რაც ვორალმა გააკეთა. შეიძლება დაქორწინებულები ვიქნებოდით. მოგბრძანდი, კენან. მიხარია თქვენი ნახვა. გამარჯობა. მოგბრძანდით, ქალბატონო დებნე. სინანი სავახშმო დარმოვა, მე კი არ მშია. კარგი. არ მინახავს, რომ მოხვედი. დედამ გააღო გარები. აზიზი სად არის? გზაშია. ალბათ საცობია, მალე მოვა. საჭმელს დავხედავ. ის რას ახლა თქვი? ანუ დედას რას უთხარი? შემთხვევით მოვისმინე. ეს მართლა სიმართლე იყო? აზა. ო, სიმართლეა. ჩემი გრძნობები შენს მიმართ არასდროს შეცვლილა. ყოველთვის განსაკუთრებული იყავი და ასეთი დარჩები. შენს ჩემთვის ყოველთვის ძალიან განსაკუთრებული იყავი. მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რამ გაიზულა, უცბად როგორ შეიცვალე. ამის გაგება ძალიან რთულია. არც ღირს. იძულებული ვიყავი ასე მეკნა, ჩემი ახლობლების დასაცავად. შენს გაგებას არ ველოდები, კენან. მაშინ მომიყევი. სათხარ ხალხო, მოვედი. მობრძანდი, მამიკო. მიხარია შენი ნახვა, შვილო. მობრძანდი. მიხარია შენი ნახვა, როგორ ხარ, კენან? ისევ ისე. მელოშ, სად მიდიხარ ამ დროს? ანგარის სწორება მაქვს ძვირფასო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ ამას ანგარის სწორება კი არ ქვია, არამედ უმაღლესი დონე. ეს ანგარის სწორებაა. ეს რას ნიშნავს, გოგონა? ასე ხდება, შენ ხარჯავ, მაგრამ სხვა იხდის. ამას ქვია ანგარის სწორება, გაიგე? ხო. ახლა ანგარის სწორებას აპირებ? ღმერთის თანხმობით.
კარგი, წარმატებები. ეს ქალი გამარჯვებისკენ მიმავალი გზის დაბრკოლებაა. როცა ვიხსენებ ვურალი როგორ მოგექცა, მართლა ძალიან ბრაზდები. აზვიადებ. ძალიან შეგიშინდა. შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემს გვერდით, შემეშინდებოდა. ჩემო ძვირფასო. სინან. ჩემი აზრით ვურალი არ უნდა იყოს ამ კომპანიაში. შეხედე, ყოველთვის შენს გარშემო ტრიალებს. ვურალს სერიოზული ფსიქიური ჩვევები აქვს. ერთ დროს მკურნალობა ჩაიტარა. ფიქრობ, რომ ისევე საჭიროება. მკურნალობა. თუ ავად არის, დასკვნა აიღე და საავადმყოფოში გაუშვი. კომპანიის სათავეში დადეგი. ძალიან ბევრი ყურადღება მიაქცია უკვე. ვნახავ. გამარჯობა. გამარჯობა. არა, არ შემოვა. ნახვამდის. მობრძანდი. მადლობა. შემოდი. გამარჯობა, მე მელოში ვარ. ანუ მელიხატი. რიფატის და ვარ. მობრძანდი შვილო, რიფატი მიყვებოდა შენ შესახებ. ეს გალბატონი მელიქია. მობრძანდი. ეს დეიდა ნარგიზი. ეს ჩემი შვილი ჰაზალი. ეს კენანია. ისიც ჩვენ შვილად ითვლება. სასიამოვნოა. შეგიძლია ეს გამიმოიტანო. მადლობა დაიკო. ახლავე თებშებს მოვიდან. მადლობა. შვილო. შვილო, ასე არ შეგცივდა? მე? არა. რატომ უნდა შემცივდეს? არ ვიცი. აქ მგონი ცოტა ცივა. არა, დეიდა. შენ სიბერის გამო ხარ ასე. ადამიანები რომ ბერდებიან, ძალიან სცივად. ჩემი გარდაცვლილი რძალი ასე იყო, როგორც შენ. სინანი სად არის? სახლში არ არის, ქალბატონი დეფნა ოთახშია. შესანიშნავია.
ირმაკის ავადმყოფობაშია, დედა საფლავშია. აზალი დედამისთან არის სახლში. კიდევ გნებავთ რამე ბატონო ურალ? კი, ნევრა. რაღაც მინდა. დრო მინდა უკან დავაბრუნო. საინტერესოა, შეგიძლია დამეხმარო. მინდა ის დღეები დავაბრუნო, როცა ყველა ერთად მხიარულად ვისხედით მაგიდასთან. ის დღეები მინდა დავაბრუნო, როცა მარტო არ ვიყავი. ჩემი საყვარელი დედა ცოცხალი იყო. საინტერესოა, შეგიძლია დამეხმარო. ბატონო ურალ, თუ შეიძლება სამზარეულოში წავა. არ შეიძლება, აქ დაჯექი. დაჯექი მეთქი. დაჯექი. მოხერხებულად დაჯექი. ნევრა. მარტო ჭამა მეზიზღება. შენც ჩემთან ერთად შეჭამ. მე უფრო მომიხდა. თავიდანვე ჩემი უნდა ყოფილიყო. ეს ადარდებს ხაზარს. სულელი ძვირფასი სამკაული დატოვა და წავიდა. დიდებული მომღერალი ვარ. და რას გულისხმობს სიტყვა დიდებულში? თუ ადამიანს ხელოვნება უყვარს, ის აუცილებლად გამოჩნდება. მღერი? კი, თურქული სიმღერები, არაბული, პოპი, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს მღერი. ანუ სცენას ნამდვილად ფლობ. ხალხური კომისარი. ხო, სწორი იქნება თუ ხალხურ კომისარს ვიტყვი. სიმართლე გითხრათ, ჩემს თავში კიდევ იმ ნიჭს ვხედავ, რომელიც ჯერ არ მიპოვია. გარდაცვლილი ფარტეხი ნასლანი, ცოცხალი რომ იყოს, ახლა თოქ-შოუში მივიღებდი მონაწილეობას. ჩემმა ძმამ რომ მითხრა ძმა აზიზი, ვიფიქრე რომ ბებერი ხარ. მადლობა ღმერთს, კონდახივით ხარ. ხო, ჩემ შვილს ასეთი მამა ჰყავს. მადლობა ღმერთს რომ გააკეთეთ, გამოგივიდათ. კენანი თქვენი ქალიშვილის საქმროა? ეს რა შუაშია, მეგობრები ვართ. მაშინ 2 საათი ასე საყვარლად რატომ უყურებთ ერთმანეთს? აქ ჩემოვალ სადმე. ებრო, ეს რა ადგილია? რა ვქნა სინან? ადრე რატომ არ მითხარი ასეთ ადგილას რომ ცხოვრობ? რომ მეთქვა რა შეიცვლებოდა. როგორი გახდი? თითქოს ადამიანი, რომელსაც გრძნობები გაუცივდა. ებრო, არ ინერვიულო. არ ინერვიულო, კარგი? მოკლე დროში ამ ადგილიდან წაგიყვან. მართლა? ჩემი მეფე გახდები? მალე იმ ცხოვრებითი ცხოვრებ, რომელიც დაიმსახურა. ამას გპირდები. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობის.